ყოფილ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, რომელსაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას ედავებოდნენ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ის რუსთავის ნომერ მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში უკვე შეასახლეს. პატიმრობასთან ერთად ღარიბაშვილს 1 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდაც დაეკისრა. ინფორმაცია საპროცესო გარიგების შესახებ დღეს პროკურატურამ 4/9-ისთვის გაავრცელა. მანამდე მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ღარიბაშვილის საქმეზე 12 თებერვალს ჩანიშნული პროცესი დღეს გაიმართებოდა. როგორც პროკურატურა ამბობს, საპროცესო შეთანხმებით ღარიბაშვილს სახელმწიფოს სასარგებლოდ დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხაც ჩამოერთვა. ასევე პროკურატურის განცხადებით, ღარიბაშვილი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და საპროცესო შეთანხმების პირობებს ეთანხმება. დღევანდელი პროცესის დასრულების შემდეგ ღარიბაშვილის ადვოკატმა მიხეილ შაყულაშვილმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მისი თქმით, ღარიბაშვილს სამოხელეო დანაშაული არ ჩაუდენია. ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რამე თუ ჩვენს მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ნაწილი გაიზიარეს, კერძოდ ის, რომ მას ჰქონდა საბანკო ხელშეკრულებები ქარხანასთან დაკავშირებით და გადახდები და ზედმიწევნით შესრულებული ეს ყველაფერი შესაბამისად ბრალდების ფორმულირება შეიცვალა იმ ნაწილში, რომ ქარხნის ნაწილში აღარ ედება ბრალი მას და არჩა ბრალი იმაში, რომ ქარხნიდან, ანუ ღვინის ინდუსტრიიდან შემოსული შემოსავლები არ დაუდეკლარირებია. შესაბამისად, ეს არის ის დანაშაული, რაშიც მან აღიარა ბრალია. კერძოდ 194 მუხლის მესამე ნაწილის გექვე პუნქტი. გარდა ამისა, მას საპროცესო შეთანხმებით განესაზღვრა სასჯელად 5 წელი რეალური სასჯელი, პლუს 1 მილიონი ლარი ჯარიმა, პლუს 2 მანქანის, მოგეხსენებათ ალბათ მანქანები ჩამორთმევა და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს დანაშაული არავითარ შემთხვევაში არ არის სამოხელეო დანაშაული, თვითონ დანაშაულიც არის ფინანსურ ნაწილში და საფინანსო სფეროში მომხდარ დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება. ინტერვიუს დროს ადვოკატმა ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო შეწყალებაზეც გააკეთა კომენტარი. როგორც ყველა პატიმარს, როგორც ყველა ბრალდებულს, მასაც აქვს უფლებები უდოზე, ეგრეთ წოდებულ უდოზე, ანუ ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე, შეწყალებაზეც ყველაფერი. ანუ შესაძლოა ყოველშუმა შეიწყალოს. ყველაფერი შესაძლებელი. არ გამოვიწყოთ. მაგრამ რა ვიცი, რა უნდა შეიწყალოს, დაიჭირეს ადამიანი 5 წელი უნდა იჯდეს და არ ვიცი. როგორც მოგეხსენებათ, როდესაც ბიზნესი მუშაობს, იგივე ღვინის ინდუსტრია, იგივე ნებისმიერი ბიზნესი, ამას უნდა საგადასახადო დოკუმენტაციის შევსება, ხო, როგორც თვიური, ასევე წლიური, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ამით აკონტროლებს სახელმწიფო იმ შემოსავლებს, იმ დღგ-ს გადასახადებს და ყველაფერს, ხო? რახან არ იყო აქ შევსებული ეს დეკლარაციები, აი ეგ არის ზუსტად დანაშაული. ამ ეტაპზე არავის არაფერი არ უსაუბრია ან ახალბრალზე, ან ძველბრალზე, ან იმაზე, ან ამაზე, მარტივია. წაუყენეს ბრალდება ეგრეთ წოდებულ ფულის გათეთრებაში, ამ ადამიანმა აღიარა დანაშაული, წავიდა ციხეში, დაადეს ჯარიმა, წაართვეს მანქანები და ამ შემთხვევაში ამ ეტაპზე გზაშია რომ მივიდეს რუსთავამდე, თუ რავი, სადაც მიყავთ, ციხემდე. 2025 წლის 22 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა უკანონო შემოსავლები აღიარა. ქართული ოცნების ორგზის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბრალი უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში ედებოდა. მას ბრალი 24 ოქტომბერს წარუდგინეს. ამავე დღეს სასამართლომ ღარიბაშვილი 1 მილიონი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მანამდე 17 ოქტომბერს ღარიბაშვილის ბინის ჩხრეკისას 6 მილიონ 500.000 ამერიკული დოლარი იქნა ამოღებული. პროკურატურის თანახმად ღარიბაშვილი ფარულად და შენიღბულად აქტიურად ახორციელებდა კანონით აკრძალულ სხვადასხვა ტიპის ბიზნეს საქმიანობას და განსაკუთრებით დიდი ოდენობით არალეგალური წარმომავლობის შემოსავლებს იღებდა. როგორც პროკურატურაში ამბობდნენ, ღარიბაშვილი დეკლარაციაში ყალბ-მონაცემებს უთითებდა, თითქოს ოჯახის წევრებისაგან ყოველწლიურად საჩუქრად დიდი ოდენობით თანხას იღებდა. დღეს ღარიბაშვილის ყოფილი თანაგუნდელები მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებს სამწუხაროს უწოდებენ. მე ზოგადად გეტყვით დაკავშირებით ჯერ გავაკეთე განცხადება და კიდევ ერთხელ გამოვიბრებ, რომ რა თქმა უნდა ძალიან სამწუხაროა და ძალიან ცუდია, როდესაც შენ ყოფილ თანაგუნდელებს აკავებენ, ხო? არის კონკრეტული ბრალდებები. ეს ძალიან სამწუხაროა და გულდასაწყვეტია, როდესაც ასეთი რამ ხდება. სხვა დანარჩენი დაველოდოთ გამოძიებას. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კი მიიჩნევენ, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებები არა უკანონობასთან ბრძოლის, არამედ შიდა დაპირისპირების მაგალითია. საქართველოს ყავდა მინისტრები და მოადგილეები, რომლებიც მსჯავრდებულები არიან კორუფციულ საქმიანობაში და საქართველოში არიან საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებიც არიან ხელმოკლეები, რომლებიც ყოველდღიურად
გადარჩენისთვის იბრძვიან და ასევე არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც გაიქცენ საქართველოდან, აი ამ აღვირახსნილი კორუფციისა და თანხების მითვისების გამო, გაიქცნენ საქართველოდან და აპირებენ ქვეყნიდან გაქცევას და ასევე ჩვენ ვხედავთ, რომ არანაირი პოლიტიკური პასუხისმგებლობა ფორმალურადაც კი არ აქვს აღებული იმ პოლიტიკურ გუნდს, რომლებიც დაშუკრავდნენ, როდესაც ჩვენ ოპოზიცია და ლელოძლიერი საქართველოს საუბრობდით სავარაუდო კორუფციულ ფაქტებზე, გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ ვიყავით მატყუარები და სიცრუის გამავრცელებლები და ეს ადამიანები, რომლებმაც განამწესეს აირჩიეს პარლამენტში, ეს ადამიანები უმაღლეს თანამდებობებზე, სად არის მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, ან ელემენტარულად სად არის მათი ბოდიში, ეს თავარი აქ რა არის. ეს ადამიანები არანაირ კორუფციას არ ებრძვიან, ეს არის ბრძოლა ერთმანეთის წინააღმდეგ კორუფციის სახელით. ბიძინა ივანიშვილის არჩევანი იყო ირაკლი ღარიბაშვილი 13 წლის განმავლობაში. ორჯერ პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, პარტიის თავმჯდომარე, ეს იყო ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებები, სწორედ მან შექმნა ეს კორუფციული სისტემა, ის არის პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე და თუ ვინმე უნდა იყოს ახლა ირაკლი ღარიბაშვილის გვერდით, უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილი. თუ ბრძოლა არის კორუფციის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა ბიძინა ივანიშვილი არის დამნაშავე. ქართული ოცნების ყოფილ თანაგუნდას ირაკლი ღარიბაშვილს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.